შეკითხვების სერია ნომერი 2. ამჯერად პირადი ხასიათის. მაგრამ სანამ შეკითხვებზე გადავალ, მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი აქტივობისთვის. ეს არხს ძალიან ეხმარება და მეც ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს საიმისოდ, რომ ამ საქმეს მეტი დრო დავუთმო. ახლა შეკითხვები. ვარ თუ არა ბოტანიკოსი და რა პროფესიის ვარ? არა, ბოტანიკოსი არ ვარ, განათლება ეკონომიკური კუთხით მაქვს მიღებული, მეორე პროფესიად ფოტოგრაფია ავირჩიე, რასაც დღემდე მივყვები. თუ რაიმე მცენარეებთან ურთიერთობის გამეგება, ეს მხოლოდ გამოცდილი ხალხის ინტერნეტიდან და საკუთარი შეცდომებით მიღებული ცოდნა არის. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ბაბუამ ყავდა აგრონომი, რომელსაც მე ვერ მოვესწარი. უпростоრედ ის ვერ მომესწრო, მაგრამ ამ ვიდეოს მისი დარგული ხის ძირში ვწერ. მადლობა მას. სხვათა შორის ჩემი სეხნია იყო. უпростоრედ მე ვარ მისი სეხნია. შეკითხვა ნომერი 2. საცხოვრობ. ცხოვრობ და მუშაობ თბილისში. სოფელში კი ვცდილობ შაბათ-კვირას ჩამოვიდე და ქალაქის ხმაურს ამხრივ ავარიდო თავი. მიუხედავად იმისა, რომ აქ ფიზიკურად ვშრომობ, ოფისში გატარებული 5 დღის მერე ეს მაინც კარგი საშუალებაა ჩემთვის ძალების აღსადგენად, ფსიქიკური გადატვირთვისთვის და ასევე ვფიქრობ ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვისაც. დაამთავარი. სად ვყიდი, რას ვყიდი და რა ღირს. არ ვყიდი, მეგობრებო. ერთ პატარა ეზოს პატრონობ. სამწუხაროდ ჩემი მწირე რესურსები და მცირე დროით არ შემიძლია დიდ მასშტაბებსა და დიდ რაოდენობაზე ფიქრი. აქედან მიღებული სარგებელი კი ჩემს ოჯახს ყოფნის. თუ ბუნება გულუხად დამასაჩუქრებს, ამას ახლობელ ნათესავებს უზიარებ ხოლმე. აქვე იმას დავამატებ, რომ ფერმერობა ჩემი ოცნების საქმე არის. ასევე ჩემი ოცნებაა თავლა მქონდეს, სადაც ცხენი მეყოლებაა, დილაობით შევალ, მოვეფერები და თივას დავუყრი. მაგრამ ოცნებების დასრულება მარტივი საქმე არაა. და როდესაც ამ ნაბიჯს გადავდგავ, მერწმუნეთ, ჩემი პირველი პროდუქციის მყიდველები სწორედ ჩემი გამომწერები იქნებით. მანამდე კი ყველას ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ.